რამდენად მნიშვნელოვანი და რამდენად რამხელა ეფექტის მატარებელი იყო ეს ოპერაცია, ჩანს უშუალოდ თვითონ რუსი ბლოგერების გაღიზიანებით. ისინი არის წარწერები, რომელიც გამოდის, არის რომ ეს იყო რუსეთის პერლ-ჰარბორი, ეს იყო რუსეთის ავიაციის შავი დღე და ასე შემდეგ და ასე გითხოვენ ყველას დასჯას, დახვრეტას, ჩასვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის ამ ოპერაციას გააჩნია რამოდენიმე განზომილება, არის სამხედრო ტექნიკური განზომილება, არის პოლიტიკური განზომილება და არის მორალური განზომილება. ეხლა ზოგადად მე ამ ოპერაციას, რომელიც არის რანგში გადის, სპეციალური ოპერაციების რანგში, ეს არის ოპერაცია, რომელიც არის და როგორც ყველა სპეციალური ოპერაციის დონე, ეს არის ოპერატიული სტრატეგიული დონე. აღნიშნულ ოპერაციას მე გავიყვანდი იგივე დონეზე, რაც მაგალითად მოსადმა განახორციელა პეიჯერი, ოპერაცია პეიჯერი, გახსოვთ ეს, როცა ჰამასის ლიდერების გაანადგურეს, თუმცა აღნიშნული ოპერაცია ტექნოლოგიურადაც უფრო რთული იყო. ხო, ეს უნდა მეთქვა. თავისი ეფექტის მატარებელი აბსოლუტურად სხვა იყო და განსახორციელებლად გაცილებით ძნელი იყო. ვინაიდან თქვენ წარმოიდგინეთ ეს 5 რაიონი, ესე იგი რიაზანს და ცენტრალურ რაიონებს თავი დავანებოთ, ერთი იყო მურმანსკი და ირკუტსკი. ერთი არის ჩრდილოური რუსეთი, მეორე არის აღმოსავლეთის ბოლო. ასეთ სიღრმეში, ასეთი შეტევა, პეიჯერების თქვენ ძალიან სწორად გაგახსენდათ პრინციპში, ის თითქოს ტექნოლოგიურად უფრო მარტივად შესასრულებელის ჩანს იმასთან მიმართებაში, რაზეც ახლა საუბრობთ. დიახ, აბსოლუტურად და თან ნუ დაგვავიწყდება, რომ ისრაელი უპირისპირდებოდა მაინც კვაზი შეიარაღებულ ძალებს, ტერორისტულ დაჯგუფებას და ასე შემდეგ. აქ საუბარი არის სამხედრო მანქანასთან, სამხედრო მანქანის წინააღმდეგ განხორციელების, რომელთან ზომში იმყოფები და ამიტომ პერლ-ჰარბორი ნამდვილად არ იყო რუსებისთვის ეს, იმიტომ რომ მაშინ ამერიკა არ იყო ომში და ამიტომ იყო მოულოდნელი მისთვის და რუსეთი მე-3 წელიწადია უკვე ომში არის და მისთვის აღმოჩნდა ეს მოულოდნელი. ახლა წარმოიდგინეთ, ყველაზე რთული ამ შემთხვევაში იყო სინქრონიზირება ყველაფერი ამის. აი ამ ხელა ტერიტორიას ეს ერთდროულად ამის განხორციელება, ეს ცალკე თემა არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ სპეციალური ოპერაციების ქრესტომატიაში შევა ეს ოპერაცია, ამაში დარწმუნებული ვარ. ეხლა უშუალოდ იმაზე თუ რა ეფექტის მატარებელი არის აღნიშნული. და გავლენას შემდგომ თუნდაც მოლაპარაკებებზე რა გავლენა შეიძლებოდა ამას ქონოდა. მე გარკვეული ინფორმაცია წავიკითხე, თუმცა 1 საათიანი იყო დღეს შეხვედრა, ძალიან მოკლე, როგორც მივხვდი. აი რა ამ შემთხვევაში პუტინს, როდესაც ტრამპმა უთხრა, რომ შენ არანაირი კოზირი არ გაგაჩნიაო, რამდენი კოზირი აქვს ახლა უკვე ზელენსკის უფროსწორად ხელში. კოზირის და ჯოკერიც მე მგონი ზელენსკის ხელში აღმოჩნდა. საინტერესო ერთი ფაქტორი. მურმანსკი ოლენაიას აი ბაზაზე, რომელსაც დაარტყეს უკრაინელებმა, ბოლო პერიოდში თავმოყრილი იყო რაღაც 51 ერთეულამდე სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელსაც არის მოსაზრება და დაზვერვას გააჩნდა ესეთი უკრაინული დაზვერვის მონაცემებით. აპირებდნენ აი ამ შეხვედრის წინ განეხორციელებინათ მასიური სარაკეტო დარტყმა უკრაინაზე, ისეთი ახლა რაოდენობრივად რო გადავითვალოთ, სადღაც 200 რაკეტა შეეძლოთ გაეშვა, ისკანდერი შეეძლოთ სახელმწიფო ბაზირების ბალისტიკური რაკეტა შეეძლოთ გაეშვათ აი ამ თვითმფრინავებს და აპირებდნენ რუსები, რომ ეს ყოფილიყო ზუსტად ამ მოლაპარაკების წინ, რო ეჩვენებინათ თავისი დომინირება აი ამ მოლაპარაკებების წინ. დაასწრეს უკრაინელებმა და უკრაინელებმა აჩვენეს თავის დომინირება და მე ის პირობები, რაც რუსეთმა წამოაყენა, ეს აბსოლუტურად ახალი არა, ამაზე დიდი ხანია ისმის ლაპარაკი რუსეთის ინსაიდერული ინფორმაციით, რომ ეს იქნება რუსეთის წინ პირობები. აბსოლუტურად აბსურდულად ჟღერს. მით უმეტეს ამ ფონზე და ისედაც აბსოლუტურად ჟღერს ცხადია. ხო, და თან რაშია იცით საქმე, რომ იმდენად
ისე დაასწრეს უკრაინელებმა, რომ ამის შეცვლაც ვეღარ შეძლეს რუსებმა. ეს დიდი ხანია იძახდნენ და ეს შეხვედრა იყო ელემენტარულად გაცვლა უბრალოდ აი ამ ერთმანეთის მოთხოვნების გაცვლა და ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ შემადგენლობა აი ამ ჯგუფების შემადგენლობა არ იძლეოდა იმის ვარაუდს, შეიძლება მოხდარიყო გადაწყვეტილების მიღება. აი მე რეალურის. ხო, მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო ფაქტორი. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, თქვა ჩავთვალოთ აღნიშნულ ნულოვან ხაზზე, ანუ არსებულ ფრონტის ხაზზე, აღმოჩნდება, რომ რუსების კონსტიტუციიდან გამომდინარე დე იურე, რუსეთის დე იურე უკრაინას ექნება რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიები. ვინაიდან რუსეთმა შეიყვანა მთლიანად შეიყვანეს ზაპოროჟიეს, დონეცკის, ოკუპირებული რეგიონები. ის ტერიტორიებიც, რომელიც არ აქვთ ოკუპირებული მთლიანი ადმინისტრაციული მიტაცებული, რაც აქვთ აი ამ რაც მიტაცებული აქვთ და რაც არ აქვთ მიტაცებული, იცით შეიყვანეს. ანუ მთლიანად რეგიონი შეიყვანეს. კი, აი რა შეაჩერებს რუსეთს ეხლა ამ ვითარებაში, რა შეიძლება გახდეს ეს ფაქტორი და რისი დამთმობია უკრაინა, ესეც საინტერესოა, ხო? აი რა ორივეს მოუწევს რაღაცის დათმობა, ამას ნიშნავს დიპლომატიური მოლაპარაკებები, ზოგადად როგორ უყურებთ აი ამ მოლაპარაკებების პერსპექტივასაც? მე ვთვლი, რომ გონია ჩემის აზრით და ესე მიდის დინამიკა და აი ამას უკრაინელები კიდევ და უფრო ამტკიცებენ თავიანთი ქმედებებით. განხორციელდება ცეცხლის შეწყვეტა, ეს არ ნიშნავს ომის დამთავრებას, ეს იქნება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ვერ გეტყვით რამდენი ხანი გაგრძელდება. მაგრამ ეს იქნება ყოველ შემთხვევაში ეს იქნება ცეცხლის შეწყვეტა არსებულ ხაზზე, არსებული ფრონტის იმ ხაზზე, რომელიც დღეს არის. უკრაინელებს მოუწევთ იმის დათმობა, რომ ეხლა აი ამ ცეცხლის შეწყვეტის პირობებში არ გააგრძელა, არ მოინდომებენ ტერიტორიების დაბრუნებას, რომლის შესაძლებლობაც უკრაინას დღეს არ გააჩნია. მაგრამ არც ერთი უკრაინისთვის წითელი ხაზი არის და არც ერთი უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლება, რომელიც არ უნდა მოვიდეს, არ აღიარებს ამ ტერიტორიებს რუსეთის შემადგენელ ნაწილებად. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამდენად მთავარი ახლა უკრაინისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტა. რადგან სული მოითქვას, ელოდებით რომ აი ამ რეალობის ფონზე მოხდეს და მიიწეს დაუშვათ ეს. დიახ, რუსეთის პასუხი რა შეიძლება იყოს აი ამ ბოლო აქტზე, ხო? ყველაფერი ნახა უკრაინამ, ყველა რაც კი შეეძლო რუსეთს გამოეყენებინა, გამოიყენა ბირთვული იარაღის გარდა და ბირთვული იარაღს არ გამოიყენებს, ვინაიდან რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ცუდად დაუბრუნდება რუსეთს, ვინაიდან ამის მხარდაჭერი მის მოკავშირეებშიც მე მგონი შეიძლება ჩრდილო კორეა იყოს მარტო ჩინეთის სასტიკი წინააღმდეგი არის ამისი და ირანიც არ მგონია რომ მომხრე იყოს ამის. ამდენად ვერაფრით ვეღარ გააოთ. ეხლა რა თქმა უნდა იქნება გაბოროტებული რუსები და შურისძიებას დაგეგმავს ცხადია. და შურისძიება იქნება მიმართული მტკივნეული, ესე დაარტყამენ საბავშვო ბაღებს, ალბათ ქალაქებს, მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ როდესაც ესეთი ოპერაცია იგეგმება, აუცილებლად იგეგმება რისკებიც. რისკები შეიძლება მოხდეს. ანუ მზად არის უკრაინა ამ რისკებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც აი ამ ოპერაციის მომზადებაში გარკვეულწილად დარწმუნებული ვარ, ჩემი პირადი აზრი არის, ახლა ძალიან ბევრი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ დასავლეთის დახმარება ინფორმაციის ხრივ მაინც მნიშვნელოვანი იყო, ალბათ, აი ამ ოპერაციის მომზადებისას, რაც აბსოლუტურად არ აქვეითებს და არ ადაბლებს უკრაინის უნარებს და უკრაინის მიერ გაკეთებულ ფანტასტიკურ ოპერაციას. და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულწილად დასავლეთი მნიშვნელოვნად დაეხმარება უკრაინას სახელმწიფო თავდაცვის ორგანიზებაში, რათა აი მოსალოდნელი პასუხისგან მაქსიმალურად დაიცვას უკრაინა. კი, ზუსტად ეს უნდა მეკითხა. რა გავლენას მოახდენს პარტნიორებზე, უკრაინის პარტნიორებზე, მეგობრებზე, რომლებიც ძალიან აქტიურად უდგანან, ხო? მხარს და იგივე ამერიკის შეერთებული შტატებზე და მათ დამოკიდებულებასთან დაკავშირებითაც თქვენი აზრით როგორი იქნება, შეიცვლება თუ არა, სხვათა შორის განაცხადეს, რომ ტრამპისთვის არ იყო ცნობილი არაფერი ამ სპეცოპერაციის შესახებ, რაც სავსებით შეიძლება დამაჯერებელადაც ჟღერდეს, მაგრამ აი გავლენა როგორი იქნება, ანუ რაღაც სხვა რანგის მოთამაშე გახდა ახლა უკრაინა? ხო, ამერიკა რო გამოვრიცხოთ როგორც კატის თავარი დამრიგებელი, სხვა ქვეყნებისთვის ეს არის
კიდევ ერთი დადასტურება იმ ქმედით უნარიანობის უკრაინის, რომელსაც მუდმივად ესე იგი აჩვენებს უკრაინა. და აღმოჩნდა რა, რომ რუსეთის ის ბირთვული შესაძლებლობა ის ბირთვული ტრიადა, რომელთაც ესე გვაშინებდა მედვედევიდან დაწყებული, პუტინი დამთავრებული, არის ფიქცია. შესაძლებელი არის აი ესეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები არის ძალიან მოწყვლადი რუსებისთვის. ეს აძლევს საშუალებას დასავლეთს, რომ უგულვებელყოს უკვე ის რუსეთის მუქარები და ამავე დროს უფრო აქტიურად დაეხმაროს უკრაინას. აქამდე რა იყო, ხო? რომ უკრაინას ვერ ეხმარებოდნენ აქტიურად, ძირითადად იყო, რომ პასუხი არ იყოს რუსეთის ბირთვული და მესამე მსოფლიო ომში ჩართვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არავითარი მსგავსი არ იქნება, ვინაიდან გამოჩნდა, რომ უკრაინას თუ შეწევს აი ამის განხორციელება, მით უმეტეს დასავლეთ თავის ტექნოლოგიური შესაძლებლობებით შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე არ მისცეს რუსეთს გამოიყენოს რუსეთ თავისი ბირთვული იარაღი. ეხლა ჩვენ ვიძახით ეხლა ბოლო მოვლენებზე, ხო, რაც მოხდა უკრაინელების აი ამ ოპერაციის დროს. მაგრამ ნუ დაგვაუწყდება, რომ ერთი კვირის წინ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ 2 მილიონი ფაილი რუსეთის საიდუმლო ობიექტების შესახებ, ხო, ბირთვული ობიექტების შესახებ. ანუ აღმოჩნდა რა, რომ საჰერო ბირთვული ტრიადა, ხო, ესა ჰაერი მიწა ესა ზღვა, ხო? ამ ბირთვული ტრიადის ორ კომპონენტი ფაქტურად გაშიფრული არის. და მოწყვლადი არის. ახლა დარჩა ზღვაში შავი ზღვის მაგალითს თუ ავიღებთ, შავი ზღვის ფლოტის მაგალითს თუ ავიღებთ, ძალიან სანაკებოდ არ უნდა გქონდეთ რუსებს საქმე. და ასე შემდეგ და შემდეგ, რაც უფრო ხელს უხსნის დასავლეთს, უფრო აძლევს მეც სტიმულს დასავლეთს, რომ დაეხმაროს და ფაქტიურად დასავლეთი დღეს უკრაინის საშუალებით აქვეითებს რუსეთის ბირთვულ პოტენციალს. კი, და შანტაჟისთვისაც აი ამ მართლაც გენიალური სპეცოპერაციის შედეგად ესეც წავიკითხე და მოუკარი თვალი, რომ პუტინს რაღაც შანტაჟის საფუძველიც გამოეცალაო იგივე ბირთვულ იარაღზე, როცა არის საუბარი და ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ნატოს ასამბლეაზე ჰააგაში მიიწვიეს 3-ზე უпроსტო მიიწვიეს 24-25 ივნის, შევხვდებით ნატოს გენერალურ მდივანს, ნატოს 3-ზე მიგვიწიეს, ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, განაცხადა ზელენსკიმ, ეს თუნდაც იმის საპასუხოდ, რასაც ითხოვს თურმე რუსული მხარე უკრაინისგან, ასე რომ ამავე დროს ვაყურებელს შევახსენებ, რომ ნატოს ბოლო სესიაზე არც ერთმა ნატოს წევრმა არ დაუჭირა მხარი რუსეთის მოთხოვნას, რომ უკრაინა არ მიეღოთ ნატოში. კი ბატონო, ასე ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან როგორც ეგ უნდა მეკითხა ჩვენზე რა გავლენას ახდენს. გაერთიანებული ვყავდით, ხო, რუსეთს, მოლდოვას, საქართველოს, უკრაინაზე უარის თქმა ნატოს მხრიდან და სხვა საბჭოთა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების თქმის უარის თქმა. დანარჩენი ახლა ევროპაში მეტი არავინ არ არის, ამიერკავკასია, საქართველოა, მოლდოვაა და ბელარუსია იქ არ შევა და ბალტიისპირეთი უკვე იქ არის. და ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვისაც, აი მსგავსი ნაბიჯებზე დროული და სწორი მიყოლა.